რა მოხდა დღეს? არა მხოლოდ დღეს, რა ეტაპზე ვართ, ხო? მოდი შევაფასოთ, თუმცა დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის პროტესტის თვალსაზრისითაც. რა ეტაპზე ვართ? ვართ ძალიან ხელისუფლების მხრიდან ძალიან აქტიური ცდელობის ეტაპზე. ქვეყანა მოაქციოს სრულ იზოლაციაში, აბსოლუტურად აი მოგლიჯოს ყველაფერს ნორმალურს, რაც კი არსებობს, არ ვიცი, ყველანაირ პარტნიორს, ყველანაირ განვითარებას, ყველანაირ პერსპექტივას, ყველანაირ ევროპულ მომავალს, ყველანაირ ევროპულ უკვე რასაც მივახციეთ იმასაც, ვიზებს ჩავკეტოთ, ფიზიკურად ჩავკეტოს. აი ჩემი ცოლის დაქალებში რო არის გამოსვლა, სასაცილო, სატირალი რო არ იყოს, სასაცილო რო უნდა ჩავკეტოთ ეს ქვეყანა, აი ამას შვებიან აქტიურად. მეორე ანგრევენ სახელმწიფოებრიობას. დღევანდელი ახლა ეს წულუკიანის რაც ეს აუცილებლად შევა ისტორიის წიგნებში, როგორც ორჯონიკიძე და მსგავსი მოღალატეები, ეს ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ემოციურად არ ვამბობ. ეს იყო ტექსტი, რომელიც უნდა წაიკითხოს პუტინმა. ეს იყო პუტინის ტექსტი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ისტორიული ღალატი 21 საუკუნეში, მაშინ, როდესაც უდიდესი შანსი აქვს ამ ქვეყანას, აი მაშინ ეს არის ზურგში ჩარტყმული დანა, რომელიც ჩვენთვის მოულოდნელი არის. ისტორიის სრული გადაწერა, რომელიც სახელმძღვანელოებში უნდა ვერაფერი ვერ გადაიწერება, ეს არის ისინი წერენ საკუთარ ისტორიას, საკუთარ ისტორიას. და მესამე, რა თქმა უნდა, ეს არის განაჩენების ეტაპი და რეპრესიების ეტაპი. მხოლოდ ამ განაჩენებს არ უკავშირდება, ეხლა ხვალ 11 ბიჭის კაციას განაჩენია, რა თქმა უნდა, მათ არაფერი სამართლებრივი აქ არ არის და რა თქმა უნდა, მიუსჯიან ემოციურად მძიმე არის, რა თქმა უნდა. მათ წამოიწყეს აი ამ კომისიასთან ერთად რაღაც ახალი უკვე საერთაშორისო და შიდა რაღაცა თავდასხმის, ანუ საბოტაჟი გარე ძალების, აი საბჭოთა ტრადიციაში გარე ძალების მიერ დაკვეთილი ამ სიტყვებსაც ვერ ვიმახსოვრებ და მე აქ ესე იგი არასამთავრობოების გამიმითი მონაწილეობით და პოლიტიკოსების მონაწილეობით რა თქმა უნდა ამ კრავენ ამ სურათ პრაქტიკულად ყველა პარტია მოხსენიებული იყო ამ დღევანდელ ამ კომისიაში, ოღონდ ეს არ არის ინდივიდუალურ დევნაზე არ არის. ეს არის ასევე ქვეყანაში პოლიტიკის და ბრძოლის მკვლელობის ერთ-ერთი მცდელობა, მაგრამ ეს ეტაპი მხოლოდ ამით არ გამოირჩევა. ეს ეტაპი გამოირჩევა იმითი, რომ საქართველოში მერამდენე თვე არის ამ რეპრესიებმა. პოლიტიკურმა რეპრესიებმა ვერ გატეხა პოლიტიკური კლასი. ჩვენ შეიძლება გქონდეს უამრავი პრეტენზია ერთმანეთთან ვიკამათოთ და ასე შემდეგ, მაგრამ პრაქტიკულად ვერ გატეხა. ნუ გახარიას გამოკლებით, მაგრამ ამაზე არც გავაგზავნებ ბევრ საუბარს. სამწუხაროა და მე აქ წასვლას არ გულისხმობ, ჩემი საქმე არ არის, ვინცაც წავა, პირიქით ყველას უსურვებ, რომ ციხეში არ იყოს, პრობლემა არ არის, მაგრამ მან დაანონსა პარლამენტში შესვლა, რაც არის ლეგიტიმაციის, ანუ თავარი ბრძოლის პრინციპი, რაც აქვს აი ამ სპექტს, პოლიტიკურ სპექტს. არა, თქვა ფაქტიურად, ხო, თქვა. არ მინდა, გულწრფელად არ მინდა თუ ბევრი, რა თქმა უნდა, თუ მკითხავთ, გეტყვით, მაგრამ ბევრი დრომას დავახარჯე, მაგრამ ხო, მთლიანად, კი, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თქვა პრაქტიკულად, მაგრამ მისი გამოკლებით და აქ რა თქმა უნდა, ლელოს პასუხისმგებლობის საკითხი დგება, იმიტომ რომ პარტნიორები არიან და როცა ჩვენი პარტნიორი, ანუ თავარ ზღვარს ლეგიტიმაციის მიცემის ზღვარ და მთავარი ბრძოლის წიარაღს, მათი იზოლაციის და ლეგიტიმაციის არ მიცემის, როდესაც აი აქედან ესეთი გადახვევა, ლელომ აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავის პოზიცია. აი ამის გამოკლებით პოლიტიკური კლასი მათ ვერ გატეხეს. თავის ფეხით მისული პოლიტიკაში, რა ქვია, ციხეში და გარდა ციხეში მისვლისა, პოლიტიკური პროცესი მაინც ვერ მოკლეს. მიუხედავად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უამრავი პრეტენზიისა, შეიძლება ჩემი ჩათვლით, მილიონი პოლიტიკოსთან, ჩვენ ურთიერთობებთან და ასე შემდეგ. პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური კლასის მთავარი პრინციპები, ეს არის შიდა იზოლაცია, ეს არის საერთო სახალხო პროტესტი, ეს არის გაუტეხლობა, ეს ვერ გატეხეს. ვერ გატეხეს აქტივისტები. ამ პოლიტპატიმრების ისტორია, ხო რა ისტორიაა? მარტო დევნის ისტორია არ არის, გაუტეხლობის ისტორია. იმიტომ რომ მათ ყოველს აბსოლუტურად მზია ამაღლობელს, არ ვიცი, ანდრო ჭიჭინაძეს თუ რეზო კიკნაძეს, აი დღეს რეზოს უსმენდი გაგიჟებით, ჩეჩინს, მათ რომ ერთი სიტყვა რომ ეთქვათ, ბოდიში, შევწდი, აი ბოდიშიც არა, შევწდი და მეც აღარ ვიზამ. ეხლა იქნებოდნენ სახლში. არც ერთმა ეს არ გააკეთა. პლუს ის აქტივისტები, რომლებიც ეხლა დღეს რა მოხდა, ხო, ჯერ პრაქტიკულად ესეთი აგვისტოს მიწურულია და აბსოლუტურად ბუნებრივი სტიქიურობით ხალხი გამოვიდა ქუჩაში, 23 აქტივისტი დაიჭირეს, მათ შორის ორი ჩემი პარტიის წევრია, თათა ფერაძე და შუშანა, ხო, მაგრამ კიდე მათ გარდა 20 ადამიანი დაიჭირეს კიდე. ვერაჩერებენ. ანუ გაიხსენეთ
ახალი წლიდან მოყოლებული კი არა და შემოდგომიდან მოყოლებული სურის იმედი ქონდა ხელისუფლებას. რომ მინელდება, კი. ხო, ვერაფერი, აგვისტო აღმოჩნდა უპრეცედენტოდ აქტიური თვე. პოლიტიკურადაც იყო რაღაც პოლიტიკური პარტიების თქვათ აქტიურობა, მაგრამ ამას დავანებოთ თავი საერთოდ ნუ ვყოფთ ამ ფრონტებს. მთლიანობაში აგვისტო ეს იყო პროტესტის ხმამაღალი განაცხადის პერიოდი, როცა ყველას ეგონა რაღაცა მიიძინება. ეხლა გვაქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მე ვერ ვიტყვი რაღაცა კონკრეტულად გადამწყვეტი ეტაპი, ყოველი დღე გადამწყვეტი ბრძოლა იყო, რაც ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ, ყოველი დღე, მაგრამ ეხლა ამ გამოწვევას უკვე გააგრესიულებული დასავლეთის მიმართ, ვიზების დაკარგვის ძალიან კონკრეტულ საფრთხეს, ქვეყნის ღალატის ძალიან კონკრეტულ აი ამ რაღაცა კომისიის უბედურებას, ჩვენ თუ ამას ახალი ეტაპი პროტესტში არ დაუპირისპირეთ, ეს იქნება პრობლემა. რა არის ეს ახალი დამანახეთ ელენე? აი მე დღეს ვესაუბრებოდი მყავდა სტუმრად ლევან ხაბეიშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე აქცენტირებდა ხელისუფლების მის სიტყვებს გამიმეორებ მშვიდობიან დამხობაზე. მოგვიანებით პაატა ბურჭულაძეც გვეყოლება ჩვენ სტუდიაში, მასთანაც ვისაუბრებ. აი თქვენ კონკრეტულად დამანახეთ თუ შეიძლება, როგორ ხედავთ ამ გზას? ხელისუფლების მოდი ესე ვთქვათ, რევოლუცია ამ ვითარებაში არის აბსოლუტურად ლეგიტიმური გზა მათი მოშორების. წერტილი. და რაც უნდა კერონ და ქსოვონ და მოიგონონ, როდესაც შენ კონსტიტუციას იპარავ, შენ სახალხო აჯანყება და რევოლუცია და რა თქმა უნდა მშვიდობიანობა არის, არაძალადობრიობა არის, ის პრინციპი მარტო ტაქტიკური კი არა. ფილოსოფიური პრინციპია, რომ ჩვენ მოძალადეები არ ვართ. ამ თვეებმა აჩვენა, რომ მოძალადეები არიან ისინი. ჩვენ რევოლუციის გზა არის ის, რასაც ისინი იმსახურებენ. ეხლა ეს რევოლუცია კონკრეტულად რა ფორმით და როდის მოხდება, შეუძლებელი არის ამის თქმა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი დღე და განსაკუთრებით ეხლა უკვე, როდესაც მე საფრთხეები ჩამოთვალე. ყოველი დღე ჩვენ უნდა გვაახლოვებდეს სისტემის ჩამოშლასთან. აი ამ დღეებმა რა გააკეთა? მიუხედავად იმისა, რომ რეპრესიები გრძელდება, ხო ფაქტია, რომ ორი სუსის ის გამოცვალეს რაღაცა უფროსი. შინაგან საქმეთა მინისტრი, ხარება ტერმინატორი რო გვეგონა და რაღაცა ხარება სად არის? არც არ არის და აღარ ჩამოვთვლი ღარიბაშვილი და სხვები. აღარ ჩამოვთვლი რამდენი რყევის მაგალითი. მოდი აი ყველაზე ფრთხილად ვთქვა, დისკომფორტის მაგალითი რუსული ოცნებისთვის ჩვენ ნახეთ. წერილი ეს რო გააგზავნა ვითომ პრეზიდენტმა, ხო? ეს ხო რა არის? ეს არ ვიცი რა ჟანრიდან არის საერთოდ. დაცინვა საკუთარი თავის პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს. ამიტომ მათ აქვს სერიოზული დისკომფორტი სამი რამის გამო. და ეს სამი რამე უნდა გავაგრძელოთ. ეს არის შიდა იზოლაცია და არ თანამშრომლობა, რომლის განმაპირობებელიც არის გარე იზოლაცია, იმიტომ ჩვენ თუ შეგნით შევედით მათთან ურთიერთობაში და რაღაცა ნორმალიზება მოვახდინოთ, გარეთ რა თქმა უნდა ამას არავინ არ იზრებს. შიდა იზოლაციის შედეგად გარე იზოლაცია და საერთო სახალხო პროტესტი. აი ამ საერთო სახალხო პროტესტში ჩვენ გვაქვს ახალი ეტაპი. ეხლა ეს არის დიდი, ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ რუსთაველზე დიდი რაოდენობით, ისევ ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ აი ეს მომენტი, რომ რაღაცა კი არ მთავრდება, ახალი ტალღა უნდა ვანახოთ ამ პროტესტის. თარიღებზე კამათი არის აბსურდი, მე ვიცით რომ იყო ოპოზიციაში რაღაცა გარკვეული კამათები, რომ ესე ჯობია. ხო, არის განსხვავებული. ეს რეალურად დაანონსებულია, რომ უნდა დამთავრდეს ოცნება. ყოველ შემთხვევაში ამ აქციის ხო, 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძე, ლევან ხაბეიშვილი იღებენ პასუხისმგებლობას და არავის ექსკლუზივი არა აქვს არც ერთ აქციაზე და არაფერზე. მე ჩემი დამოკიდებულებები ვთქვათ, რომ იგივე ზუსტად 4-ში 4-ზე რა მოხდება, რომ ამის თქმა რთულად მიმაჩნია და სიტყვებს უფრთხილდები. ეს ერთი საკითხი ხა ამ კამათში შესვლა აღარ მინდა, აბსოლუტურად ყველა თარიღი. დღეიდან და დღევანდელი დღეც იმიტომ იყო მნიშვნელოვანი. დღეს პოლიცია 5ჯერ გადავკეტეთ რუსთაველი. 5ჯერ აი ესე დარბოდენ პოლიციელები, აკეთებდნენ ბოლოს მაინც გადავაკეთინეთ იქ სადაც ხალხს უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დღეს ბევრი ადამიანი ქუჩაში. ეს დამოკიდებულება, ეს სიმწვავე პროტესტში, შეუპოვრობა უნდა დაბრუნდეს ისე. ეს დაამთავრებს ოცნება. აუცილებლად. სამი რამე, აი სამი რამე. დამანახოთ ელენე, გეტყვით რატო? ჩვენ უმძიმესი დღეები გვაქვს გადავლილი, დასისხლიანება ადამიანების საწამებელ მანქანებში შეკრა, მერე ციხეებში ჩაკრა და დღეს მაინც ოცნებაა, ხო? ქვეყნის მართვის სადავეები მაინც მათ უპყრიათ. მე მინდა რომ დამანახოთ, თქვენ მე კი არა მარტო. ძალიან ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ აი წეღან იჯდა აქ მარია
ნიკოლოზ ჯავახიშვილის საცოლე და ამბობდა რომ აი როდემდე შეიძლება ესე გაგრძელდეს ხომ ხდებით აბსოლუტურად მესმის მათ შორის როდესაც ჩვენ ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა არის გამძლეობა. ოღონდ გამძლეობას მე არ გულისხმობ ხანგრძლივობის, რამის გადავადების თვალსაზრისით კი არა, რომ აი დიდი ხანი იქნება. არავინ არის, შეიძლება ზეგ იყოს. ისევე როგორც დღევანდელ მათი ჩამოშლა. ეს არის სისტემის ჩამოშლა. ეს შეიძლება იყოს სამი გზით, ჩემი აზრით. ერთი ეს არის მართლაც მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც უბრალოდ ხალხის სტიქიურ წინააღმდეგობას ისეთ ხარისხამდე მიიყვანს, რომ ისინი უბრალოდ წინააღმდეგობას ვერ გაწევენ და ეს არის ლეგიტიმური გზა. მეორე ეს შეიძლება იყოს ამ ოლიგარქიული საყრდენების ჩამოშლა. ის ბიზნესმენები, ის პოლიციელები, ის არაფორმალური მმართველობები, რაზეც დგას ივანიშვილი, მისი ფინანსური მდგომარეობა და ასე შემდეგ, ის შეიძლება ისეთი სისუსტე დასუსტება განიცადოს, რის პროცესად ჩვენ ხედავთ, ხო? აღარ გავიმეორებ. რიჟვაძის ეპიზოდი იქნება ეს, მდინარაძის, ოხანაშვილის და შემდეგ. ანუ ის რომ დღეს ოცნება ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც იყო 7 თვის წინ, ეს ხო ფაქტია. არც საერთაშორისო თვალსაზრისით, არც შიდა თვალსაზრისით. ამიტომ ამ გამძლეობამ აქამდე მოიტანა სისტემის დასუსტება, არა ჩამოშლა. დასუსტებით გზით, ამიტომ ჩვენ მივიღოთ ან რევოლუციამდე, რომელიც თავისით კი არ მოხდება, ორგანიზებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ რომელიც კონკრეტულ მომენტში მომწიფდება და მოხდება, ან სისტემა საყრდენები ჩამოიშლება და მესამე ამას დამატებული საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ასევე მათი მოხრჩობის და ამ სისტემის ჩამოშლის, ასე ვთქვათ, რეცეპტია, იმიტომ რომ ის ტკივილი, რაც მათ შეიძლება მეგობარი აქტით იქნება ის თუ ბრიტანული სანქციები და ფინანსური, ჯერაც არ უგრძნიათ მათ მასშტაბი იმ ტკივილის. ამ სანქციებსაც ჭირდება ჩვენი შიდა ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ვიყოთ 13-ში, და 13 არის აი რა ხდება მაგალითად 13-ში, როცა ადამიანებს ეუბნებით რომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. კი. რა აქცია და თქვენ ხო იცით, ხალხი რომ იკრიბება, ალბათ ჩემზე კარგად იცით, თქვენ ნამდვილად სპეციალისტი ხართ ამ საპროტესტო აქციების და ყოველთვის აქტიური ლიდერი. მერე როცა ყველაფრის გარეშე ხდება ხოლმე დაშლა, კონკრეტული რაღაც მოცემულობა რომ არ დგება, ეს იწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას. მათ შორის ბევრ თქვენს ალბათ მხარდამჭერშიც, ხო? აი რისთვის იკრიბებით 13-ში? პროტესტს აქვს 13-ში ვიკრიბებით ორი კონკრეტული მიზნისთვის. პირველი მიზანი არის ევროპას, რომელმაც მთელ საქართველოს უთხრა, რომ ეს ხელისუფლება არის შეუთავსებელი ევროპულ დღის წესრიგთან და ვიზებთან, ვეუბნებით, რომ ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. და ეს განაცხადი უნდა იყოს ძლიერი. იმიტომ რომ შენ თუ ამისთვის არ იბრძვი, ვიზა ხო, ერთადერთი გადარჩენის გზა არის ხელისუფლებასთან ბრძოლა. კი, ოღონდ ხელისუფლებისგან კი არ ვითხოვთ რამეს, ეს დავივიწყოთ, ესენი არ არსებობენ ევროპულ გზაზე. ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენ პარტნიორებს, რომ ვიბრძვით და დაგვიდექით გვერდში ამ ბრძოლაში, რომ მოვაშოროთ ეს უსები. მეორე, ჩვენ ვაკეთებთ ერთმანეთთან, აი გულწრფელ ერთმანეთთან, ყველა საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკოსი, ყველა აქტივისტი ვაკეთებთ ერთმანეთთან განაცხადს, ვაგრძელებთ მწვავე ბრძოლას. არანაირი გადაღლა, არანაირი კამათმა ერთმანეთში ჩხუბმა, არანაირმა დაკავებებმა ვერ გაგვტეხა. როგორ ეს ბიჭები ვერ გატყდნენ, აი ამ განაჩენებს რო უყურებთ, აღფრთოვანებით რო უყურებთ ამ ბიჭებს, ჩვენ ის ვერ უნდა შევძლოთ, რომ გამოვიდეთ ისევ ძალიან ბევრი და ეს განვაცხადოთ და გავაგრძელოთ მწვავე ბრძოლა. რევოლუცია როდის დადგება და რა ფორმით ჩამოიშლება სისტემა, მე უნდა ვიყო მატყუარა, რომ ეს ხალხს უთხრა. მე დამიშვია პოლიტიკურ აი ამ აქციებში შეცდომა. მაგალითად დამიშვია შეცდომა, როდესაც გამოსვლარ და მithქვამს, რომ აი გამოვედით და ეს ჩემი გულწრფელი ემოცია იყო, რომ აი ხა აქ მოვდივარ რუსთაველზე და ფეხი აქედან არ უნდა მოვიცვალოთ. მეორე დღეს მარტო მდგარ ვარ იქ. და მე მწხვენია რა თვალსაზრისით რომ ჯობია რომ არ დაუშვა პოლიტიკური შეცდომა, მაგრამ არ მწხვენია იმისა, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში არ გვეშინია რაღაცის არასწორად გაკეთების, არ გვეშინია რომ აი დღეს არ მორჩა, დღეს არ მორჩება ხვალ არ მორჩება ზეგ არ მორჩება მაზეგ და ასე ძალიან მყარი გამძლეობით, იმიტომ რომ ამ სისტემას გამძლეობა არ აქვს. ამ სისტემას აქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვტკენს, ტკივნეულია, როცა ისე ჩემი თათაფერაძე, შუშანა, ჩემი ანდრო, თუ რეზო კიკნაძე, ყველა ეს ადამიანები რომელიც შეგვიყვარდა, ისინი არიან ციხეში, მაგრამ ვერ გვამარცხებს. და ჩვენ აი ამ დამოკიდებულებით, რომ დიახ გამოვდივართ, დიახ ისევ ძალიან ბევრი ვართ, დიახ ისევ ვიბრძვით, დიახ არა ვართ მოძალადები, თქვენ ხართ მოძალადები, არ გვეშინია თქვენი დარტყმის, არ გვეშინია თქვენ დღეს პოლიციასთან მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. აი
ეს პოლიციელები ხა პატარა ეპიზოდი იყო დღევანდელი, მაგრამ კარგი შემოდგომის ერთ-ერთი დღე იყო, იმიტომ რომ ეს პოლიციელები ეგონათ, რომ აი დაგიჭერე ხლა, დაცინოდნენ და ვერავინ ვერ დაიჭირა. დაიჭირეს და წაიყვანეს 23 ადამიანი. არაფერი, ეს აქციები ხო, ეს აქციები, ამიტომ ეს არის გამძლეობის და ეს გამძლეობა არის არა ხანგრძლივობა, არამედ აბსოლუტური გაუტეხლობა წინააღმდეგობაში ამ სისტემის მიმართ. ეს მათ ჩამოშლის დაუყოვნებლია. არ არსებობს სისტემა, რომელიც საბოლოო ჯამში ხალხის რიცხვის, წნეხის და იზოლაციის წინააღმდეგ გაძლებს. გამორიცხული. მადლობა. დიდი მადლობა ელენე. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე სასამართლო პროცესი ანდროს და სხვების არ გამოუყოფდი მარტო ანდროს, ანუ 11-ვე ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის და არ ვიცი, ხო, პირველ რიგში ამ ხალხს ალბათ მხნეობა უნდა უსურვოთ. ვის სასამართლო პროცესებიც ხვალ არის 1%-ით უშვებთ, რომ შეიძლება ამ 13-დან რომელიმე გამოვიდეს? საერთოდ არ ვფიქრობ მაგაზე, მე ვიცი, რომ აი 13 არის ყველა ძალიან საამაყო და ზუსტად ვიცი, რომ არ იჯდებიან იმდენი ხანი, რამდენიც უნდა სისტემას, მაგრამ მე სასამართლოდ არ აღვიქვავ იმას, რაც ხვალ იქ იქნება.